მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ალბათ იცანით ეს ვეფხვის თვალის ქვები. თითოეულ ქვას კვარცის მინერალებით საუკუნეების განმავლობაში შექმნილი მოოქროსფერო ყავისფერი ინდივიდუალური და განუმეორებელი ზოლიანი ნახატი ფარავს. ფაქტურით ზედაპირი კარამელისებურ თაფლნარებ ყავას მაგონებს. ეს განსაკუთრებით ბრტყელი ფორმის ქვებში იგრძნობა. ქვების სილამაზე მზის შუქზე უკეთესად აღიქმება, რადგან მოოქროსფერო ზოლებს მბზინვარება თითქოს მზისგან აქვთ ნასესხები, ამიტომ სხივის მოხვედრისთანავე ქვები ხავერდოვან ნათებას გამოსცემენ. ხოტბის შესხმის შემდეგ მუშაობას უნდა შევუდგე. პირველ რიგში აცმიდან ამოვარჩევ იმ ქვებს, რომლებზეც მომეტებულად მკვეთრად ჩანს ფერთა გრედიენტები და მეტი ბზინვარებით გამოირჩევიან. ავაწყობ სამაჯურს მოსარგებს დაახლოებით 22 სანტიმეტრის დიამეტრის მაჯაზე, ერთი ქალბატონისთვის, რომელსაც ძალიან მოსწონს ვეფხვის თვალის ქვები. აცმა დავშალე და პარალელურად ქვების ერთმანეთისგან გამოსაყოფად რამოდენიმე სახეობის მძივის ქუდი შევარჩიე. ფიქრიც არ სჭირდება იმას, რომ ვეფხვის თვალის ქვებს დაძველებული ოქროს ტონალობის ფურნიტურა ესადაგება. იმ სხვადასხვა სახეობიდან, რომელიც მარაგში გამაჩნია, ქვებს ყველაზე მეტად ვფიქრობ ამ ფორმის მძივის ქუდები მოუხდება. ისინი არც ძალიან დაფარავენ ქვებს და სამაჯურსაც მდიდრულ იერს შესძენენ. ეხლა კი ყველა ელემენტს წელვადი ძუის საშუალებით შევაერთებ. პროცესი კადრს მიღმა დარჩება, თქვენ კი მყისიერად იხილავთ მზა ნაკეთობას. სამაჯური ავაწყვე და უკვე თქვენს შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად ჰარმონიულად შეერწყნენ ერთმანეთს ქვები და მძივის ქუდები. როგორც ვივარაუდე, შესანიშნავი ტანდემი გამოვიდა. რითმულ თანამიმდევრობას ერთ მონაკვეთში მეტალის რელიეფური მძივი არღვევს, რომელიც წელვადი ძუის ბოლოების გადაბმის ადგილის დამალვის გარდა დამატებითი დეკორის ფუნქციასაც ასრულებს. დავდექი არჩევანის წინაშე, რა დავარქვა ამ ახლადშობილ ნაკეთობას. აშკარაა, რომ სახელი ვეფხვს უნდა უკავშირდებოდეს. თუ იმ კუთხით ვიმსჯელებთ, რომ ლომი ჯუნგლების მეფეა, იქნებ გრაციოზული, ამ ქვებივით დაზოლილი ვეფხვი ჯუნგლების დედოფლად ვაღიაროთ და ეს წოდება ამ სამკაულის სახელადაც გამოვიყენოთ. სამაჯური საგანგებოდ გადავიღე ნათელ ფანჯარასთან იმის საჩვენებლად, რომ ის ვეფხვის მსგავსად მართლაც ღირსია გადედოფლებისა. ასე რომ დიდი იმედი მაქვს, ეს ჩვენი ჯუნგლების დედოფალი დიდ სიხარულს მოუტანს თავის მომავალ მფლობელს. მე კი გემშვიდობებით მომავალი ნაკეთობის მიმოხილვამდე. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, მომწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში და დაათვალიერეთ პლეილისტის სხვა ჩემი ნამუშევრების გასაცნობად. ყველას ბედნიერი დღე!